დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერისა და ცნობილი კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კერკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ 3 დრომდე ეძებენ. იუტას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2 ადამიანი, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნიეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, რადგან სროლასთან კავშირი არც ერთ მათგანს არ ქონია. ჩარლი იუტა ველი უნივერსიტეტში ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას უცნობმა პირმა ესროლა. კერკი საავადმყოფოში მიიყვანისას გარდაიცვალა. იუტას შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ მკვლელობა პოლიტიკურია და თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. მკვლელობაში რადიკალური მემარცხენეები ისეთ შესანიშნავ ამერიკელებს, როგორიცაა ჩარლი, ადარებდნენ ნაცისტებს და მსოფლიოში ყველაზე საშინელ მასობრივ მკვლელებსა და დამნაშავეებს. ამ ტიპის რიტორიკა პირდაპირ კავშირშია იმ ტერორიზმთან, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ და ის ახლავე უნდა შეწყდეს. ჩვენი ადმინისტრაცია იპოვის ყველას და თითოეულ მათგანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში, სხვა პოლიტიკურ ძალადობაში, მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ და მხარს უჭერენ მას, ასევე მათ, ვინც დევნის ჩვენს მოსამართლეებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ყველას, ვინც წესრიგს ამყარებს ჩვენს ქვეყანაში. ჩარლი კირკის ახლობლებთანაა. გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა ოჯახს მამა და ქმარი წაართვეს. ყველას უნდა გქონდეს უფლება ვიდებატოთ ღიად და თავისუფლად. შიშის გარეშე პოლიტიკურ ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. შოკირებული ვარ ჩარლი კირკის ახალგაზრდა რესპუბლიკელი აქტივისტის მკვლელობით. ეს სასტიკი მკვლელობაა, ღრმა ჭრილობაა დემოკრატიისთვის და მათთვის, ვისაც თავისუფლების სჯერა. უსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და ამერიკელ კონსერვატიულ საზოგადოებას. ისრაელის მეგობარი, მე მას მხოლოდ 2 კვირის წინ ვესაუბრე და ისრაელში მოვიწვია. სამწუხაროდ ეს ვიზიტი ვერ შედგება. ჩვენ დავკარგეთ არაჩვეულებრივი ადამიანი, მისი უსაზღვრო სიამაყე ამერიკით და მისი ურყევი რწმენა სიტყვის თავისუფლების მიმართ წარუშლელ კვალს დატოვებს. განისვენე მშვიდად ჩარლი კირკ. საქართველოს პრეზიდენტი ჩარლი კერკის მკვლელობას ეხმაურება. შემზარავია ჩარლი კერკის მკვლელობა, რომელიც ცალსახად უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკასა და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩარლი კერკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი. კიდევ უფრო შემზარავია ის ცინიკური შეფასებები, რაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აქვთ ამ საშინელი ფაქტის მიმართ, წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ჰელსინკის კომისიის ხდომაზე სალომე ზურაბიშვილს მოусმინეს. ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც მოწმის სტატუსით იყო მიწვეული, კომისიის წევრებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ქართული ოცნების საჯარო პოზიციები უფრო მეტად იძენს ანტიამერიკულ ტონს, რომელთა შორისაა საჯარო თავდასხმები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებზე, პირადად პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციაზე, მეორე ფრონტის გახსნაზე. ამის პარალელურად ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს უპირველეს ყოვლისა რუსეთთან და ჩინეთთან. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან არის 380 გრადუსიანი შებრუნება ყოფილი საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის განაცხელყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას. თუკი რუსეთს მიეცემა საშუალება გააფართოოს თავისი გავლენა საქართველოზე, ეს ხელს შეუშლის ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესაძლებლობას, რომელიც ჩავდა კასპიის ზღვებს დააკავშირებს. რუსეთის მიმართულებით არსებული სირთულეების სახიფათოა. ამერიკის შეერთებული შტატების რბილი მიდგომა საქართველოს დე-ფაქტო მმართველობისადმი წარსულში მარცხით დასრულდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას. რო არ ითმენს გაურკვევლობას, აუცილებელია მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც ნათლად დააფიქსირებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. ის, რასაც საქართველოს მმართველი რეჟიმი აკეთებს, მხოლოდ საქართველოს ხალხის ნების და დემოკრატიული ღირებულებების ღალატი კი არ არის. ეს პირდაპირ უვარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეერთებულ შტატებთან. სამწუხაროდ დღევანდელმა მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, ნაცვლად წინააღმდეგობისა. მათ ძირი გამოუთხარეს ინსტიტუტებს, არჩევნები გააყალბეს, განსხვავებული აზრის კრიმინალიზება მოახდინეს, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, უარი თქვეს ქართველი ხალხის ნების დაცვაზე, რომელიც მათ საარჩევნო ურნასთან გამოხატეს. რუსეთს და ახლა სულ უფრო მეტად ჩინეთს აქვთ პირადი ინტერესი ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის, ავტორიტარიზმის ორბიტაზე ჩვენი ხელახლა ჩათრევის კუთხით, მაგრამ ქართველი ხალხი არ დანებებულა. მიუხედავად პროპაგანდისა, მმართველი პარტიის ღალატისა, ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ, ქართველები კვლავ რჩებიან დასავლეთზე ორიენტირებული. გამოკითხვა აჩვენებს უდიდეს მხარდაჭერას ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართ. ხალხს კვლავ სწამს თავისუფლებისა და კვლავ სწამს შეერთებული შტატების.
მეგობარი აქტი ზუსტად წარმოადგენს იმ ტიპის მდგრად სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და რეფორმატორებს გადარჩენაში. ქართული ოცნება ქართულ კოშმარად იქცა. ტელევიზორით ვხედავ ათასობით ადამიანს ქუჩაში, რომლებიც ყოველდღიურად აპროტესტებენ და ეს გაძლევს საშუალებას გაიაზრო თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია და ეს მნიშვნელოვანია ამერიკაშიც. რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა მოკავშირე ყავთ, იქ ბატონი ივანიშვილის სახით. ასე რომ უფრო მარტივია დაპყრობა შიგნიდან. სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ მეგობარ აქტს. რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს აშენებს. ბატონი უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა დემოკრატები და რესპუბლიკელები ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია. დიდი მხარდაჭერაა და იქ როგორც ჩანს ერთმა ადამიანმა შეძლო მისი ჩაკვლა. გასაოცარია რომ ეს მოხდა. რატომ მოხდა არ მესმის. ჰელსინკის კომისიის ხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს შეფასებები მოჰყვა თბილისში. შეეხება ის პირველ რიგში არის Deep State-ის აგენტი და მერე არის დაფინანსებული ლობისტი. ხო, ორივე ერთად არის, მაგრამ პირველ რიგში ისიც არის, რა თქმა უნდა, Deep State-ის აგენტი, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ფინა ხიდაშელი, ჩვენ ვიხილით თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ბუნებრივია ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ეს არის მათი ტრაგედია. მე კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. რაჩხა მეგობარი აქტს, რომელიც სინამდვილეში იყო მტრული აქტი, ქართული ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საბედნიეროდ როგორც ირკვევა საბოლოოდ ჩავარდა, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ჩვენ იცით რომ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზანკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი არის დამოკიდებული თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას. გავნილი, რომელიც ჟღერდებოდა ქართული ოცნების საგარეო კურსთან დაკავშირებით, შესაბამისობაში მოდის დემოკრატიული თავისუფალი ქართული საზოგადოების იმ ნაწილის აზროვნებისგან, რომლებიც თვლიან, რომ ქართული ოცნების საგარეო მიმართულება არსებითად ანგრევს ქვეყნის შესაძლებლობას გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იყო ქალბატონი პრეზიდენტის, მეხუთე პრეზიდენტის და ქალბატონი ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიზანი ჰელსინკის კომისიაზე, ეს არის მათი პერსონალური გადაწყვეტილება და ჩვენს შემთხვევაში რაც შეეხება შეფასების ნაწილს, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის პასაჟი, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი თავის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პოზიციონირებს. როდესაც ის თავს აიდენტიფიცირებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ ის არის საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და ის ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებით შეიძლება ითქვას, რომ ართმევს ადამიანებს თავიანთი კონსტიტუციური უფლებით გათვალისწინებულ შესაძლებლობას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ვთქვათ, ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც არის დარჩენილი მოქმედი ხელისუფლების შესასუსტებლად ფაქტობრივად არ გამოიყენებს. ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი წარმოდგენა ტყუილების და დეზინფორმაციის ორომტრიალი რისი მიზანიც არის მხოლოდ ერთი, რომ დააზიანონ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენი მცდელობა, რომ გადავტვირთოთ ახალი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ეს ურთიერთობები. ამ მოსმენას არაფერი აქვს საერთო არც ჩინეთთან, არც საქართველოსთან, არც არაფერთან. ერთადერთი მიზანი არის, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები, ეს მცდელობები მაქსიმალურად დააზიანონ. სადაც ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის პოლიტიკაში და ჩვენ ამის ნიშნებს ვხედავთ და ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი შემოbrunება იქნება ჩვენს ურთიერთობებში და ესე იგი ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ანუ აღდგება ჩვენ შორის სტრატეგიული ურთიერთობები. ისევ პოლიტიკური შეფასებების თემა ევთო ოდირის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მისია მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო მისიამ მოწვევაზე უარი განაცხადა, მიზეზად მუნიციპალურ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო დაასახელა. განცხადების თანახმად საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებში ოდირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილიყო არჩევნების სანდო და ყოვლის მომცველი დაკვირვება. ევთო ოდირს
რაღაც შენდაკრულზე თქო, ხა ჩამოდი და მანამდე ევნები არ ჩამოხვიდე, არ დამენახო, ეგრე არ არის. მაგრამ ამავე დროს ეუთო ოდიშიც მე მგონი გააზრებული აქვს, რომ ქვეყანაში არჩევნებს საერთოდ არ ტარდება და რუსული სპეცოპერაცია და მათ შორის მნიშვნელობაც ესმით, რომ ეს არის ფორმალური არჩევნები. გარდა ტექნიკური მიზეზისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში ზუსტად ესმით ის კონტექსტი, რომ ივანიშვილი აქ აპირებს რუსული სპეცოპერაციის ჩატარებას და არავის არ უნდა ამის დეკორაციად საკუთარი თავის გამოვლენა. ეს იყო სრულიად მოსალოდნელი პოზიცია ამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, ვინაიდან ზუსტად 6 სექტემბერს 4 კვირით ადრე საარჩევნო პროცესამდე იყვნენ ისინი ოფიციალურად მოწეულები. ეს არის აბსოლუტურად ესეთი აბსურდი დროში გაწელილი, იცით თქვენ მინიმუმ 8 კვირა ესაჭიროება ამ მისიის საქმიანობის წარმატებით და ეფექტურად განხორციელებას, რისი შესაძლებლობად უბრალოდ მიზანმიმართულად არ მისცა საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ. რადიკალები ყვიროდნენ, რომ აი არაძლევთ უფლებას ჩამოვიდნენ. ჩვენ ვხსნით, რომ ადგილობრივ არჩევნებს როგორც წესი ისინი არ აგვირდებიან და თან გამოვთქვით სკეპტიციზმი იმ მიმართულებით, რომ ასეთი დაშინებული ორგანიზაცია ბევრს ვერაფერს გააკეთებდა, თქო თავისი მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ნუ კაი, მაინც ერთი თვითადრე ჩვენ მივეცით ამის საშუალება, თხოვეთ რომ ჩაბაბძალებულიყვნენ, თუმცა რა თქმა უნდა ალბათ გაიაზრეს ის, რომ მათ არ მიეცემოდათ ობიექტური ესე იგი დასკვნის გაკეთების საშუალება. გააკეთებდნენ ობიექტურ დასკვნას, ეს ბუნინგი იქნებოდა 10 მაგი, ვიდრე იყო ესე იგი საპარლამენტო არჩევნების დროს არ გააკეთებდნენ და ეთქობა რეპუტაციასაც უფრთხილდებიან, რომ თლათ ციდან მოტანილ ტყუილებსაც ვეღარ იტყოდნენ და ამიტომ ადგენდა თავი აარიდეს. მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ დაკომპლექტებული იყო მისია, ამას დღეები ჭირდება რეალურად. ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას, რა თქმა უნდა, ვნებს, მაგრამ ერთ თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება. თუმცა მე მესმის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო ოდირისთვის. თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი თავის ადგილება შეიძლება აღარ სურდა. ჩვენ ეუთო ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებთ. მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო მსვლელობასა და კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კვლავ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი 8-9 სექტემბერს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რადიკალური ჯგუფები თავად ცდილობენ სიტუაციის პრობლემას. ბოლო 4 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ოფისი არის 13 ჯერ დარბეული. შუბებით მოლოტოვის კოქტეილიც არის ნასროლი, დამწვარეა შენობა, არ ვიცი, საღებავია შესხმული, ავეჯია დაზიანებული. არც ერთ პირი არ არის ამასთან დაკავშირებით დაკავებული. უბრალოდ პროპაგანდისტვისაც კი ის ზაზა მამალაძე, ის არაკაცი, რომელმაც ქალს გაარტყა ხელი, შემდეგ გაიქცა, ამოეფარა პოლიციას და მე საშინელი ჟესტიკულაციით მიმართავდა დემონსტრანტებს, იმ კაცის გადარჩენა პროპაგანდისტვისაც კი რთული აღმოჩნდა და რამდენიმე ბარტყი გადმოაგდეს. ნათლად პირდაპირ უყურებთ ტოლუ ძალის გამოვლინებას, როდესაც ერთის მხრივ ხელისუფლება მის ოპონენტებს ჩვენ ყველას უდევნის ყველაზე სასტიკი ფორმით და 23 წლის გოგო სპეცოპერაციით აიყვანეს მიკროავტობუსში და ისე ჩამოიყვანეს აქ და ჩვენ ხედავთ, რომ ვინმე მიგრიულები, შმიგრიულები და ბიგრიულები, რომელიც აორგანიზებენ რაღაცა სიკვდილის ესკადრონებს, აორგანიზებენ ვიღაცა კუნთმაგარ გონებას სუსტ ბიჭებს, რომლებიც დარბიან მელიქიშვილზე და შემდეგ 23 წლის გოგონებს და ბიჭებს ურტყავენ და უტყაპონებენ, მოწყალოთ, ამ ადამიანებიდან დასჯილი არ არის. მელიქიშვილზე მომხდარი სცენარი არის ქართული ოცნების მიერ პროვოცირებული თავიდან ბოლომდე და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის რაც ამას წინ უსწროდა, აუცილებლად ემსახურება ადამიანების გაღიზიანებას, კიდევ უფრო მეტი ადამიანის და ჩვენი მოქალაქის ქუჩაში გამოსვლა. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო
ტრაგედია ახალგაზრდა გოგონა 23 წლის გოგონა დააკავეს წინა საარჩევნო ასე ვთქვათ ატრიბუტიკის დაზიანების გამო და მას ემუქრება 3 წლიანი პატიმრობა. 2 თუ 3 ადამიანის დაკავება, რომლებიც იმდენად აგრესიულად იქცეოდნენ და იდენტიფიცირებულნი იყვნენ ყველა სოციალურ ქსელში, ეს უბრალოდ არის საჩვენებელი თემა. ეს არის ერთიანი მეთოდოლოგია deep state-ისა მთელ მსოფლიოში. მათ მხოლოდ ესმით ძალადობის ენა. რა თქმა უნდა, ისინი გააგრძელებენ ამ საქმიანობას, იმიტომ რომ სხვა მეთოდოლოგია არ გააჩნიათ. ჩვენ რა თქმა უნდა ამ პროვოკაციას არ ავყვებით. ჩვენი მთავარი შემკვეთი და დამკვეთი არის ქართველი ხალხი. ჩვენ დაველოდებით მათ ნებას, რომელთაც გამოხატავენ ადგილობრივ არჩევნებში. იქ, სადაც საკმარისი მტკიცებულებები გამოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, არავინ არ უნდა იყოს მეორე პლანზე გადაწეული მისი პოლიტიკური შეხედულებების ან მისი სტატუსის გამო. აქედან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი ტიტუშკა, რომელმაც დააზიანა სამივე ათქო. აქედან 2 არის ჩვენი ორგანიზაციის პარტიის მხარდამჭერი. მაგრამ სამართალი ყოველას მიმართ უნდა მოქმედებდეს, რა თქმა უნდა, თანაბრად. რაც შეეხება თვითონ სასჯელს, სასჯელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის ფასსაც და ყველაფერსაც, ხო? და თქვენ რომ ამბობთ იმას, რომ 5 წლით თავისუფლების სახვეთა შეეფარდება ამ ადამიანს, ეს არის მარტივი სპეკულაცია. ეს არის სერიოზული სპეკულაცია. არიან კონკრეტული ძალები, კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შტაბი მივიდა ნაც ტიტუშკებთან. სინამდვილეში რა მოხდა? თქვენი ტიტუშკები, ნაცი ტიტუშკები, ნაცი ორკები მივიდნენ ჩვენს არჩევნო შტაბთან, იგინებოდნენ, ბილდს სიტყვაობდნენ, უბინძურესი სიტყვებით საუბრობდნენ ქალიან კაციანად. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოკალო კაცები და ამ კომპლექსებს ანთხოვდნენ ამ ბილდს სიტყვაობით. ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილდს სიტყვაობდეს, ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა არის დასაგმობი ეს ერთი და მეორე, აი ამაზე მინდა გებასუხეთ, გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალა. რა უნდა გაკეთდეს გარემოს დაცვის კუთხით დედაქალაქში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა და დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რის გაკეთებასაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. კრეაციული სივრცეების შექმნა, პარკების რეაბილიტაცია და ტყეების აღდგენა. ეს იყო საკითხები, რაზეც პრეზენტაციის დროს ყურადღება გამახვილდა. 2017 წელს მოვედით დაპირებით, რომ თბილისი იქნებოდა სიცოცხლით სავსე ქალაქი, გულისხმობდით სწორედ იმას, რაც დღეს სახეზეა. სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებით სავსე პარკები, სკვერები, რეკრეაციული სივრცეები, ახალგაზრდები ყველა სპორტულ მოედანსა და სკეით პარკებში. არ დაგვიტოვებია თბილისის არც ერთი უბანი და რაიონი. არც ერთი სკვერი, ბაღი, პარკი, ხეივანი. ერთ დროს ნაგავსაყრელად და ჭაობად ქცეულ ტერიტორიებზე დღეს არის გაკეთებული ულამაზესი პარკები. დღეს შემიძლია თამამად დაგპირდეთ, რომ არ დაგზარდებით, არ დავიღლებით და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, რათა 4 წლის შემდეგ ქალაქს, ჩვენს შვილებს და თუნდაც ჩვენს ოპონენტებს დაუტოვოთ ბევრად უფრო მოწესრიგებული გარემო, რადგან ეს ქალაქი ყველასია და არ წარმოადგენს ვინმეს პოლიტიკურ საკუთრებას. აქაც შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ტრაბახად არ ჩამითვალოთ, ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად მოუაროს მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს ამ ქალაქში, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. და ყველაზე მთავარი, დაიცვას მშვიდობა და შეინარჩუნოს სიმშვიდე ქვეყანაში. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, პარკების და სკვერების რეაბილიტაცია და მიმართულებით 200 ჰექტარამდე ტერიტორია იქნება მოწყობილი და ახალი პარკები და ახალი სკვერები განხორციელებული. დავიწყეთ პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაციით, აღნიშნული პროექტი უკვე შესყიდული გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია და ისტორიული არეალია დედაქალაქისთვის. ჩვენ რამოდენიმე დღეში გვექნება შესაძლებლობა და გავხსნით რეაბილიტირებულ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს და მიმდებარე პარკის რეაბილიტაცია უმოკლეს ვადებში დაიწყება და უკვე მომავალ წელს იქნება დასრულებული. ასევე დიღმის ჭალების ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში. იგეგმება ჭალების ტერიტორიაზე ძალიან ბევრი სპორტული და გამოჯანსაღებული ობიექტების მშენებლობა და ასევე ჩვენ ვთვლით, რომ ჭალების ტერიტორიაზე პარკის მოწყობაც არის მნიშვნელოვანი. ასევე რიყის პარკი,
რომელიც არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი ჩვენი დედაქალაქის, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს, არის სრულად ამორტიზებული და გვინდა რომ შევისყიდოთ შესაბამისი პროექტი და მოვახდინოთ რიყის პარკის რეაბილიტაციას. ყველამ ძალიან კარგად იცის, რამდენი რამ გაკეთდა დედაქალაქში, კონკრეტულად ეკოლოგიის გამწვანების მიმართულებით საფუძვლიანად შეიცვალა ჩვენი დედაქალაქი. ამ კუთხით და ეს არის რა თქმა უნდა მერიის და პირადად კახკალაძის დამსახურება, მე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ამ საქმისთვის მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. თბილისი იყო ევროპულ დედაქალაქებს შორის ბოლოდან მეორე ადგილზე თავის დროზე გამწვანების და ეკოლოგიის მიმართულებით და დღეს თბილისი არის ევროპულ დედაქალაქებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ეს საქმეები გაგრძელდეს. საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მაგისტრი მოსამართლის წინაშე ამჯერად ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი იკითხება. მისი განცხადებით ორგანიზაციას კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ განუხორციელებია, მისი განმარტებით კი ორგანიზაცია ფინანსურად ეხმარებოდა აქციის მონაწილეებს. ყველა ის პროექტი, რასაც ახორციელებდა ადამიანის უფლებათა სახლი, იყო იმ სტანდარტებსა და იმ სტრატეგიებში თავსებადი, რაც ზოგადად უფლებადამცველ ორგანიზაციებს მით უმეტეს ესეთი მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ გაწერილი თავიანთ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, არაფერი უკანონო ჩვენ საქმიანობაში არ ყოფილა, პირიქით უამრავი სასარგებლო პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარების მიმართულებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიმართულებით და ის გადარიცხვები, რაზეც არის საუბარი, ყველა გადარიცხვა იყო აბსოლუტურად კანონიერი. აქციების პერიოდში არის ჩარიცხული მისი ორგანიზაციის ანგარიშებზე თანხები, მათ შორის თანხები არის ჩარიცხული პოლიტიკოსების მიერ და თანხები არის ჩარიცხული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით სახელოვნად გამარჯვებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს რა თანხებია, ვიზე უნდა გაიმარჯვათ და რა იყო დანიშნულება. ასევე ისიც მონაწილეობდა ამ საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, იცის თუ არა აქვს თუ არა ინფორმაცია ვინ იყო ორგანიზატორი და საერთო მიზანი რა იყო მათი.